ნახევარგამტარებისა და პროცესორების ინდუსტრიაში ახალი რევოლუცია იწყება, რომლის სათავეში დგას საკმაოდ არარევოლუციური კომპანია IBM. ბოლო 10 წელიწადია IBM-ი ალბათ არავის აღარ ახსოვს, არა და იყო დრო, როდესაც კომპიუტერული ინდუსტრიის სათავეში IBM-ი იყო, Microsoft-იც, Google-იც, Apple-იც და ლამის ყველა გიგანტი, სწორედ IBM-დან წამოსული, ასე ვთქვათ, დამფუძნებლებით იღებენ სათავეს, ეს იყო წლების განმავლობაში ამერიკული ინოვაციის ბირთვი, თუმცა ის ასეთი აღარ არის, მაგრამ რაც ახლა წარმოადგინეს, შეიძლება ძველი დიდების გამოძახილიც კი იყოს, რადგანაც IBM-მა პირველად მსოფლიო ისტორიაში პირველად შექმნა 1 ნანომეტრზე უფრო მცირე ზომის პროცესორი. მისი ზომა არის 0.7 ნანომეტრის მოცულობა, რაც არის, რა თქმა უნდა, რეკორდი, ამაზე მცირე ზომის ტრანზისტორი უბრალოდ არასდროს შეგვიქმნია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას აქვს 100 მილიარდი ტრანზისტორი განთავსებული. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა 0.7 ნანომეტრზე არის 100 მილიარდი ტრანზისტორი და ეს რა თქმა უნდა ამხელა არ არის, ეს უბრალოდ ილუსტრაციის მიზნითაა, თორემ მას რაღაცა ჭხილის ზომაზე მცირე ზომის არის და მასზე მილიარდობით ტრანზისტორია და აი ეს ტექნოლოგია მათ რომ შეექმნას, გამოიყენეს ახალი მეთოდოლოგია, ნანოსტეკი ქვია მას და ეს არის 3 განზომილებიან სივრცეში გაგეგმილი დიაგრამა, სადაც ეს მილიარდობით ტრანზისტორი არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ახლა რომ თარგმნოთ ეს ყველაფერი პრაქტიკაში და რეალობაში, საერთოდ რა არის 0.7 ნანომეტრი და რატომ უნდა გვაინტერესებდეს ეს. ზოგადად არსებობს ესეთი წესი და კანონი. რაც უფრო მცირე ზომის არის პროცესორი, მით უფრო მძლავრი და ეფექტიანია იგი, რადგანაც ელექტრონებს ნაკლები დრო სჭირდებათ გადაადგილებისა და ინფორმაციის მიმოცვლისთვის. იყო დრო, როდესაც პროცესორები შედარებით დიდები იყვნენ, აი ამხელები დაახლოებით. ამის შემდეგ პირველი რევოლუცია მოხდა ტექ ინდუსტრიაში და დაპატარავდა ზომები, ჩამოვედით დაახლოებით ამხელა პროცესორებზე, ეს უკვე ის არის, რაც კომპიუტერებშიც გვაქვს სახლში. ბოლოს ვეღირსეთ სმარტფონების რევოლუციას და უკვე მივედით ფრშხილი ზომის პროცესორებამდე და ახლა უკვე დროა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რაც არის ულტრამძლავრი პროცესორების ეპოქა და ამის მიღწევა შეუძლებელი არის ზომის დაპატარავების გარეშე. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ცხადია, ეს პროცესორი ესე კომერციული და გამართული ჯერ არ არის, ხოლო იდეაა. მაგრამ ის უკვე აჩვენებს 50%-იან სიმძლავრეს ყველა სხვა არსებულ პროცესორთან, რაც აქამდე შეუქმნიათ და ასევე რაც უფრო მნიშვნელოვანია, 70%-იან ენერგოეფექტურობას, ანუ 70%-ით უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს ის, ანუ თეორიულად რომ გქონდეს ახლა 0.7 ნანომეტრიანი პროცესორის მქონე სმარტფონი, მისი ბატარეა წესით 70%-ით უკეთესად იმუშავებდა და 50%-ით უფრო მძლავრი იქნებოდა ის. როდის იქნება ასეთი პროცესორები ხელმისაწვდომი? შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა. პასუხი საკმაოდ ბუნდოვანია, თეორიულად 5 ან 6 წელიწადში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ AI ბუმი უბრალოდ შთანთქავს ყველანაირ რესურსს და პროცესორი იქნება, ეს მეხსიერების ბარათი იქნება, ვიდეო ბარათი იქნება თუ ჩვეულებრივი გამოთვლელი ორგანო იქნება, ყველაფერს უბრალოდ ჭამს AI, ალბათ ეს პროგნოზი დაგვიანდება და არავის არ ეცლება იმისათვის, რომ მომხმარებლებისთვის ასეთი პროცესორები გამოუშვან. თუ გამოუშვებენ ისევ დატა ცენტრებისთვის, რომლებიც ამ პროცესორებს იყიდიან ყველას, რაც საერთოდ არსებობს. მოკლედ, ძალიან საინტერესო გარდატეხის ეტაპის წინაშე ვართ. ერთ დროს, რა თქმა უნდა, ამ პროცესორებს ჩვენც მივიღებთ, ჩვენ Samsung-ებში და iPhone-ებში იქნება ის განთავსებული, უბრალოდ ეს ალბათ დაგვიანდება. შეიძლება 8, 9, 10 წელიწადში მოხდეს, მაგრამ ეს იქნება გარდაუვალი. ახალი ნაბიჯი გადაიდგა, უკვე უკან ტექნოლოგიური პროგრესი არასოდეს არ მიდის, მხოლოდ მივდივარ წინ და მომავალი ჯერჯერობით ნახევარგამტარებისა ჩანს ძალიან კარგი და ლამაზი. აქ კარგი ამბავი რაც უნდა ვთქვათ, არის ის, რომ ეს მოახერხა ამერიკულმა კომპანიამ. ჩვენ ვიცით, რომ ჩინელები საკმაოდ დიდი ტემპით ცდილობენ, რომ თავისი კონკურენტი კომპანიებით და წამოეწიონ იმ ამერიკულ სტანდარტს, რაც არის და საერთოდ ჩაეხსნან ამერიკულ დამოკიდებულებას. შესაბამისად, IBM-ის მხრიდან ეს ნაბიჯი არის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ ამერიკა კვლავ ინარჩუნებს პოზიციებს, სადაც IBM-ი ახერხებს ამას. შესაბამისად, მოხერხება კიდევაც უფრო მეტად მომავალში კიდევ უფრო გახდება შესაძლებელი ამერიკული კომპანიები ყოველთვის ითანამშრომლებდნენ ერთმანეთთან. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ძალიან კარგი ამბავია და უსვამს კიდევ ერთხელ ხაზს იმას, რომ ამერიკა ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ტექნოლოგიურ სფეროში.